მოგესალმებით მეგობრებო, გიერთდებით თბილისის ქუჩიდან, საქართველო. დიახ, სწორედ გაიგეთ. ერთი კვირით ჯერ ინგლისში, ჩემს ოჯახთან ერთად, შემდეგ საქართველოში გადმოვფრინდი და აქ ერთი კვირით დავრჩები. გამოგიტყდებით და მომწონს რასაც ვხედავ. საშობაო განწყობა ჯერ კიდევ ვიგრძნობა. ქართველი ხალხი ძალიან მეგობრული და გულახდილია. საჭმელი ფანტასტიურია. მეგონა უფრო ცივი ამინდი იქნებოდა, თუმცა შევწდი. პირიქით, ინგლისთან შედარებით აქ უფრო თბილა. დღეს 11 გრადუსი და მზიანი დღე იყო, რაც სასიამოვნო სიურპრიზია. ჯერ თბილისში ბევრი რამ არ მინახავს. თუ რაიმე რჩევა გექნებათ კომენტარების სექციაში შემატყობინეთ. როგორც უკვე ვთქვი, დიდი არაფერი ხდება, რადგან ჯერ ჩხუბები არ არის. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე გასაკეთებელი არ გვაქვს. ბევრი პოდკასტის და მსგავსი რამის გაკეთება მაინც გიწევს. წლის ნოკაუტი, წლის მებრძოლი და კიდევ ბევრი რამ. წლის მებრძოლი. და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ საქართველოში ვარ. ჩემი აზრით, წლის მებრძოლი არის მეირაბ დვალიშვილი. დიახ, ბოლო ბრძოლა წააგო. გასაგებია, თუმცა ეს მისი მეოთხე სატიტულო ბრძოლა იყო ამ წელს. ამ ფაქტზე თვალს ვერ დავხუჭავ. მან სამჯერ დაიცვა კამარი. მართალია მეოთხე წააგო, თუმცა კარგი რა. ჯერ ამ ბიჭის განწყობა შეხედეთ, როგორი მომზადებულია და რა სანახაობებს გვთავაზობს. შონომალი საბმიშენი დაამარცხა. მართალია პიოტრიანთან არ გამოუვიდა, თუმცა აღიარეთ ამ ბიჭმა ნამდვილი მანიაკივით შეაბიჯა ოქტაგონზე მასთან. ასე რომ მე მას წლის მებრძოლად ვასახელებ. წარმოდგენა არ მოქვს რევანშს გამართავენ თუ არა. არც ის ვიცი თავად უნდა თუ არა პირდაპირ იანს შეხვდეს. ხო რომ ამის სურვილი აქვს. გონი ისიც თქვა რომ ამ ბრძოლის შესაძლებლობას უკვე განიხილავენ. მე პირადად ვფიქრობ, რომ უმარ ნურმაგომედოვი უნდა შეხვდეს პიოტრიანს და შემდეგ მერაბი დაბრუნდეს. ხელი ჩაქნევა არ ღირს. თუ ის კარგად დასვენებას შეძლებს, თან საქართველოში ვარ და არ მინდა მოსიარულე MMA-ის გულშემატკივრები მეცდნენ. დამიჯერეთ, აქ ძალიან ბევრი გულშემატკივარია. ახლა ჯერ არავის გაუჩერები ვარ, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ როცა სასეირნოდ გამოვედი და ახლობით 20 ჯერ გამაჩერეს. ასე რომ ძალიან ბევრი MMA-ის მოყვარულია აქ და ყოველივე მათგანს მერაბი უყვარს. სხვათა შორის ახლა პარასკევს მერაბმა თავის დაბადების დღეზე დამპატიჟა. თქვა რომ სხვა UFC-ის ხალხიც დაესწრება მან. ნინა დრამაც მანდ იქნება. ძალიან დიდი წვეულება იქნება და თუ ჩემს საქმეს მორჩები, მეც მანდ ვიქნები. მოკლედ 135-ში ჩემი აზრით მერაბი ტიტულის დაბრუნებას შეძლებს. ძალიან ბევრი ლამაზი შენობა. არ ვიცი, რაღაცით ბულგარეთს გავს. საშობაო ნატურები ძალიან უყვართ. კარგი, დავივიწყოთ ნატურები და დავუბრუნდეთ განხილვას. 155 ფუნტი. ვინ არის 155-ის ჩემპიონი? მაცადეთ გავიხსენო? ხო, ილია ტოპურია. ესე იგი რა ხდება მანდ? ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი დროებითი კამრისთვის იბრძვიან. რამდენიმე კვირაში მათი დაპირისპირება შედგება. ძალიან კარგი ამბავია. ილია ტოპურია კულისებს მიღმა, სამართლებრივ დავაში იმყოფება თავის ყოფილ ცოლთან. ამაზე ვრცლად საუბარს არ ვაპირებ. მან სპეკულაციებისგან თავი შეკავება მოითხოვა, მაგრამ ბევრი არხი, ბევრი ადამიანი და ვებგვერდი სპეკულაციას მაინც აგრძელებს. ისინი ადამიანის პირად ცხოვრებას პატივს საერთოდ არ ცემენ. რაღაც მინდა გაჩვენოთ, ძალიან ბევრ ქართულ დროშას ვხედავ, რაც ძალიან მაგარია. თავიანთი ქვეყანა უყვართ. უბრალოდ ამ ხედს შეხედეთ, ლამაზი ქვეყანაა, ლამაზი ადგილია. დაუბრუნდეთ განხილვას. მოკლედ, აი საქმე როგორაა. 155-ში ვერავის ვხედავ, ვინც ილია ტოპურიას დაამარცხებს. არც პედი, არც ჯასტინი. ნუ კარგი, არმან ცარუკიანიც მანდაა, ვინც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ცხადია, პედი და ჯასტინი იბრძვიან დროებითი ტიტულისთვის. საინტერესო ჩხუბი შედგება. იმიტომ რომ ჯასტინი უკეთესი მოკრივე და უკეთესი მოჭიდავია, რასაც საერთოდ არ იყენებს ხოლმე. რომც გამოიყენოს ჭიდაობა, პედი პიმბლეტი სწორედ ის ბიჭია, რომლის მიწაზე გადაყვანაც არ ღირს. პედი მასთან შედარებით ახალგაზრდაა, ჯერ კიდევ აქვს დრო და ცხადია ნაკლები ზიანი აქვს მიღებული კარიერაში. ამ ბრძოლაში პედისკენ უფრო ვიხრები. რაც შეეხება იმას თუ ვინ იქნება 2026 წლის ბოლოს ჩემპიონი, არ ვიცი. თუ ილია კრივში არ გადავა, როგორც ამას თვითონ ამბობს. კოდიშით ერთი წუთი. ზებრა გადასასვლელზე არ ვიცი რა ვქნა. თითქმის ყოველ ჯერზე ლამის გამიტანა მანქანა. ჯანდაბა წინ ბოჰემური რაფსოდია გვხდება. უკან უნდა გავუბრუნდეთ. სადილზე მისვლა უნდა მოვასწრო. გამარჯობა მეგობარო. როგორ ხართ?
Oh, thank you. How we doing, guys? როგორ ხართ ბიჭებო? ვიდეოს ვიღებ. Yeah, let's go. მოდი გადავიღოთ. Been lurking around in the background. უკან დიდი ხანი ტრიალებდნენ. Let's go, buddy. Come on. Take your time. ნუ იჩქარებ. Cheers. Thank you. You want one? Yeah. კენს გინდა ერთი? Change my hand, please. Oh, good. Hold on, sorry, guys. ბოდიში მეგობრებო. Always gotta speak to the people of Georgia. What's that ხილად cigarette? სიგარეტი. Nice jacket. კარგი ქურთუკი მაცვია. There we go. So, boys. Come on, let's go. Quick. მოდი უცებ ბიჭებო. All right. Hold on. There we go. Nice. Cheers, boys. Hi, man. Hey, how we doing? გამარჯობა, How როგორ you ხარ? doing, sir? Officers union want to take pictures. Oh, you want to take a picture? Yeah. სურათი Okay, გინდათ? come on, I'm doing the კარგი, video. მოდით ვიდეოს ვიღებ. All right. The cops want a picture. პოლიციელებს I'll say სურათი no to უნდათ, police. მათ უარს ვერ Hello, ვეთქვი. sir. გამარჯობა How we უფროსო. doing? I'm როგორ doing video. ბრძანდებით? Let's go. You're doing video? Yeah. დიახ, ვიდეოს ვიღებ. Thank you. All right, guys. Adloba, გამემშვიდობისა, ბიჭებო. Bye. Just did it. Oh shit. Just did a picture with the პოლიციელებთან სურათი გადავიღე. I do feel like არ მომწონს კამერა რომ ასე მიჭირას, თუმცა რას ვიზავთ? დღეს ყველა ასე დადის. მე კიდე საშინლად მოწყენილი ვარ. I want to be productive. პროდუქტიული მინდა ვიყო, მთელი დღე თავისუფალი მქონდა. Anyway, მოკლედ, ხო 2026 წელს თოფურია კლუბ ჩემპიონი იქნება. ვიცი, არმან სარუკიანიც მან და თუმცა მე ეჭვება მათი შეხვედრა მალე შედგეს. Just yet.